სურა სიხარულიძე ჩავწერეთ ამას წინათ ნარკოლოგი. და შევთანხმდით მე დავდო რომ მუდმივად ვისაუბროთ ამაზე რომ არ ვიცი საუბრითი რაღაცა იქნება მაინც გამოგვივიდეს და ყველა გადაცემაში ვახსენებთ ნარკოდამოკიდებულების ძალიან ცუდ მხარეებს და შედეგებს. კი ბატონო, პირველ ნარკოდამოკიდებულების თემაზე კოკაინზე ვთქვათ, რომ თურმე გაცილებით სამჯერ მეტი მსხვერპლი გამოუწევია კოკაინს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ნარკოტიკს, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ამბობენ, რომ კოკაინის მოხმარება შედარებით უსაფრთხოა. ანგრევს, ანადგურებს და მეც გამიკვირდა ეგრევე ვიცოდი, რომ რაც წავიკითხეთ ხო. რაც თავარია ლეტალობა გაცილებით მაღალი ვიდრე ნებისმიერ სხვას. და ყველაზე უცნაური რაც გავიგე სულ რამდენიმე დღის წინ ბატონო ზაზა ყოფილა რაღაც სახელი კი მახსოვს მაგრამ არ ვიტყვი რაღაც აბი რომელიც უნდა მიიღო როგორ თურმე იცით რამდენიმე დღე და რამდენიმე ღამე არ უნდა დაიძინო არიან ადამიანები 3-4 დღე ღამე სპეციალურად არ იძინებენ მე იღებენ ამ აპს და რა ემართებათ არ ვიცით არც ვინა ვიცოდე მაგრამ შედეგი პერსპექტივაში ძალიან ცუდი იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ და არ ვიცი ბევრი თაობა დაღუპა ნარკოტიკმა და ნარკოდამოკიდებულებამ და იმედი მაქვს ჩვენ შვილებს დავიცავთ ამ ძალიან დიდი უბედურებისგან. თვითონ ამ მე ნარკოლოგიის სპეციალისტი არ ვარ, უბრალოდ ერთი რაღაცაა, რომ ყველა ნარკოტიკი რაც არსებობს, გარდა ჰალუცინოგენისა, ხო, რას წარმოადგენს? ალკოჰოლი, მარიხუანა მოქმედებს დოფამინზე და სეროტონინზე, ანუ ჩვენ ორგანიზმში არსებული დოფამინის და სეროტონის გამოწყორცნას, ხო? ოპიატები ანაცვლებენ ენდორფინს, ანუ ესეც ჩვენი ორგანიზმის ნივთიერებას ენდორფინს. ბევრი მათგანი მოქმედებს დოფამინზე. ანუ არის დოფამინერგული საშუალებები, ხო? ანუ დოფამინის რაოდენობას წევს. ანუ ყველაფერი, რაცაც ისინი ეს ადამიანები მოიყვანენ, გარედან იღებენ ეს ჩვენ გვაქვს. ჩვენ გავააქტიუროთ, ხო? აი ვაცხოვროთ ისე რომ კონდეს რაღაც, აი მაგიტოა ეს სრულფასოვანი ცხოვრება, ხო ხა? რაღაცეებში გამარჯვებას, ხო? ზუსტად იგივე. ფეხბურთში გამარჯვებას, ხა ვერც ერთი ნარკოტიკი ვერ მიცემს ისეთ სიამოვნებას, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა რამოდენიმე ისე ფეხბურთთან მივედით ვიჩო და ნებისმიერი რაღაცა, ნებისმიერი სპორტი, ოლიმპიადაში გამარჯვება და ასე შემდეგ.